მოგესალმებით ხალხო და მე დღეს მინდა გელაპარაკო ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე, რაც მე მგონია რომ ყველა ქართველს არ მოგწონს, რაც ხდება UFC-ში. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ილია თოფურია ახლა ფაქტიურად გაჭედეს 1-2 ჭუბით. ახლა ნახეთ რა ხდება. ბელალმა წააგო წინა ჭუბი, აღარ არის ჩემპიონი და მახაჩევს ქონდა მაქამდე ნათქვამი, რომ აიო, ბელალი თუ მოიგებსო დავრჩებიო, ჩემპიონშიო, თუ არ მოიგებსო ავალო ზედა წონაშიო. ახლა ნახეთ რა ხდება. წააგო ბელალმა. და მიდის მახაჩევი და ითხოვს პირდაპირ სატიტულო ბრძოლას. როცა თოფურიას არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ტიტულზე ებრძოლა, იმიტომ რომ პირდაპირ როგორ შეიძლება ზედა წონაში გადახვიდეო და ჩემპიონობაზე იბრძოლო. ანუ თვითონ რის გამოც არ აძლევდა ჭუბს თოფურიას, ახლა ზუსტად იგივეს აკეთებს. ხო, კიდე ყველაზე მთავარი რაც გამომრჩა. ჯერ რაც მაკაცობაა, რომ მახაჩევი და ბელალი ხო, თვითონ მაკაცობდნენ. და ბელალმა ხო წააგო ჭუბი და იმის მაგივრად რომ რაღაცან გაამხნეოს ან რაღაცა მხარე დავუჭიროს, Twitter-ზე წერს ეგრევე, აიო, მე მოვალო და მე მოვიგებო შემდეგ ტიტულს. ბიჭო, ანუ ფაქტურად გამოც რომ თავისი ძმაკაცის წაგება გაუხარდა, იმიტომ რომ თვითონ შეექმნა უკეთესი შესაძლებლობა და ეგ რა ვიცი, ხალხო არც კაცობაში გადის და არც არაფერში არ გადის რა. რაც კიდე ის დაარქვი, მაგრამ ძალიან დიდი ფავორიტიზმია UFC-ში, ჩემი აზრით. ანუ ეგ ყველა მივიცით, რომ ხაბიბს და ნურმაგომედოვებს და ამ ხალხს ახლო კავშირები აქვთ UFC-სთან და იქ მთელი ცალკე პოლიტიკაა მაგისი. მაგრამ აი ესე ღიად იმის ჩვენება, რომ აი იცი რა, მახაჩევის დაკრუზე იცეკვებს მთელი UFC, ეს ჩემი აზრით არის ძალიან ცუდი. საბოლოო ჯამში, მე როგორც მახსოვს თოფურიას უთხრეს, რომ თუ დატოვებო ქამარსო და ახალ წონაშიო ტიტულზე გაბრძოლებთო რა, თვითონაც აქვს ნათქვამი ილიას ეს სხვა პოდკასტებში. მაგრამ ახლა ისე გამოვიდა, რომ საბოლოო ჯამში რა თქმა კიდე ერთხელ. მაგრამ ახლა ისე გამოვიდა, რომ თოფურიას მოუწევს ჭუბი ჩარლზ ოლივერასთან და მერე კიდე შეიძლება ვიღაცასთან სამ ტიტულზე იბრძოლებს. ეს ხალხო ჩემი აზრით არის ძალიან დიდი სისულელე. თოფურია მოვიდა, ყველა გალახა მოჭიდავეებს ჭუბშიც მოუგო, ჭიდაობაშიც მოუგო, მოჭუბრებს ჭუბშიც მოუგო, ჭიდაობაშიც მოუგო. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი featherweight-ი გათიშა ვოლკანოვსკი, მეორე ერთ-ერთი ძლიერი featherweight-ის გათიშა, რომელიც აქამდე გათიშული არავის არ ყავდა, Max Holloway. მოდის კაცი აადგურებს ყველაფერს, იძახის რომ ქამარსას დავტოვებო, რომ დივიზიონი არ გაიყინოს და იქაც იყოს რაღაც მოძრაობა. და ეს რაღაც უკეთებენ. ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი სისულელე. მით უმეტეს იქენა გამომდინარე რომ მახაჩევს უფრო ბევრი ახლო ბრძოლა ჰქონდა ჩემი აზრით, ვიდრე ილია თოფურიას. ახლა ნახეთ რატომ. მახაჩევის ჭუბი დასტინ პორიერთან თუ სწორად მახსოვს. გახსოვთ რომ ახლოს იყო. მახაჩევის ჭუბი ვოლკანოვსკისთან. ვოლკანოვსკიმ გალახა მახაჩევი პირველ ჭუბში, ეგ უეჭველი ვიცით ყველა. და მეორე ჭუბშიც ანუ მოხვდა რა სამწუხაროდ ცუდად მოვიდა ვოლკანოვსკის, მაგრამ ძალიან კარგად იჭრებოდა მაინც. და ახლა იყენებენ იმ მიზეს ვითომ I don't wanna give chance to small guys-ო. აღარ მინდა პატარა ბიჭებს მიცეო ეგრევე შანსიო. ბიჭო, რა ის პატარა ბიჭი, ანუ 3 კილოა განსხვავება ადამიანისთვის, რომელიც ისეაც 7 და 10 კილოს აგდებს იმისთვის, რომ უბრალოდ ჭუბში მოხვდეს. ანუ ეგ არის სისულელე. აქამდე რო არ მოხდა მახაჩევის და თოფურიას ჭუბი, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე რავი, დიდი უსამართლობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ თოფურიას მეტად არავინ არ იმსახურებს ახლა მაგ ჭუბს. იმიტომ რომ თოფურია მის კი არ აჩვენა რომ ვოლკანოვსკის დონეზეა, აჩვენა რომ ვოლკანოვსკიზე უფრო მაღალ დონეზეა გაცილებით, იმიტომ რომ მაგ დონის მოშხოვარი 2 რაუნდში დაამთავრა მარტივად რო ვთქვათ. ახლა ბექგრაუნდზე რა ვიდეოებიც მიდის, ეს იმის არის რომ მინდა გაჩვენოთ რომ ბევრ პრობლემატურ მოჭუბარს მოუგო, რასაც ქვია და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ჭუბში, სადაც აქ თუ სწორად მახსოვს, რაღაცა კორონა ქონდა და წონის კლება გაუჭირდა, აქაც კი რთული სიტუაციიდან თავი გამოიძვნა და თვითონ დაანოკაუტა ჯაი ჰერბერტი. ეს ჭუბი იყო, მე მგონი lightweight-ში, თუ სწორად მახსოვს, უბრალოდ არ მახსოვს. ხო და lightweight თუ welterweight პოდეშტ მაგაზე ფაქტებზე ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ფავორიტიზმია მახაჩევის მიმართ და თოფურიას ტყუილად ჭედავენ და რაღაცა უაზრო მიზეზებს უგონებენ. ახლა მინდა იმაზეც ვისაუბრო, რომ რა არის საჭირო ეს რო გამოსწორდეს. ახლა მახაჩევს უკვე ეძახიან, რომ თოფურიას გაურბიხარო და სწორიც არის. იმიტომ რომ სადაც ანუ იმას თუ შევხედავთ, რომ
მახაჩევს ქონდა ახლოს ჯგუფი დასნიპორი ერთთან. თუ სწორად მახსოვს, თუ ეს შემეშალა, ამაზე არ გამოგეკითხოს. ვოლკანოვსკისთან რო უეჭველი ახლოს ჯგუფი ქონდა, იქ ხო მახსოვს? და ვოლკანოვსკისთან ორჯერ ქონდა დაჟე ახლოს ჯგუფი. პირველი ძალიან ახლო იყო, მეორე ნოხ გასაგებია, მაგრამ რაღაც ზონამდე თანაბრად მიდიოდნენ. თოფურია არის ერთი 3-4 ლეველით მაღლა ყველაზე. იმიტომ რომ მარტივად, აი ნახეთ როგორ გადიშა, შეხედეთ პროსტა. იმიტომ რომ მარტივად ვერ დაასაბმიტე, მარტივად ჯგუფში ვერ მოერევი. ბრაის მიჩელს რა უხდა, ბრაის მიჩელი გადააქცია ბლინად, იმენა გადმოაკირავა და დაასაბმიტა. ანუ იმდენად ძლიერი სკილსეტი აქვს, რომ ძალიან ეშინია მახაჩევს, რომ დაუმარცხებელი ვერ წავა. და ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით პრობლემა და მაგიტო გარბის. თოფურიას აქვს მართლა ის ფორმულა, რომელიც დაამარცხებს მახაჩევს რა. ეხლა მახაჩევის ჯგუფები რომ ნახოთ რა, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ბოლო ჯგუფში ცარუკიანს ჩემი აზრით, ცარუკიანის ჯგუფები რაც თქვა ნახეთ, ცარუკიანს ძალიან ქონდა შანსი რომ მახაჩევი მართლა დაემარცხებინა. და რატო იცით? თქვენ თუ გახსოვს ოლივერასთან ჯგუფი ცარუკიანის, სადაც პირველ რაუნდში და მეორე რაუნდშიც ოლივერა ყველანაირად შეაჯდა, მოგუდული ყავდა, ეს ყავდა დაჭერილი და გასკტომაზე იყო ამის ცარუკიანი, მაგრამ ანუ არ დანებდა მაინც გაუკაჩა და გამოძვრა როგორღაც, ანუ შეუჩერებელია ტიპი. მანდაც შეეძლო წაგება ჩემი აზრით. ნუ ხა გასაგებია რომ არ შედარდა ჯგუფი რაღაც მიზეზების გამო რა და მოიკანოს გამარჯვება რომ რამე დიდი აღსანიშნავია, ეგეც მიკვირს. გასაგებია ხა მოიკანო ნუ ხო, კაი კაცია რომ შემოერთდა ჯგუფს, მაგრამ არაფერი მან დიდი აღსანიშნავი არ იყო და ჩემი აზრით უნდა დალოდებოდა მახაჩევი ჯერ ცარუკიანსას და მერე თოფურიასას და ისი გადასულიყო, ანუ ჯერ არ დაუმთავრებია მაგას ყველაფერი რა, ორი ძალიან სერიოზული კონტენდერი ყავს. და ცარუკიანიც რო ჩახსნეს და ჩააგდეს დაბლა რეიტინგში, იმიტომ რომ რა ვიცი, დაზიანება ქონდა კაც, ეგეც არათანაბარი მგონია და არასწორი. ნახეთ რა უკვე დასშო ბრაის მიჩელს, შეხედეთ პროსტა. აი ხა გადმოვახვე ამას რა. ანუ ჯერ ხო გალახა ამ თელი ჯგუფი, დაიჭირა ტეიქდაუნზე არ მიუშვა, კედელთან მიაყენა, მოგრიხა გადააგდო ბლინივით და ასაბმიტა, მორჩა. აი ეგ არის. და ამ ადამიანს, რომელსაც მართლა ყველანაირი შესაძლებლობა ქონდა, უბრალოდ ანუ უყინავენ გზას რა, ეს არის ძალიან ცუდი UFC-სგან, მე არ მესმის ამას რატო აკეთებენ. ერთადერთი პასუხი არის, რომ მახაჩევს ფავორიტობენ, ასე თქვა და უვლიან, რომ ვაი ამას რაღაცა ნულიანი არ წაართვან. თვალიშვილმა ხო წაართვა იმას. მეორე დურმაგომედოს. და მაგის ეშინიათ ალბათ, რომ ახლა ისლამს მაინც შეუნარჩუნოთ, ჩემი აზრით. ხო და რა ვიცი. არ მესვე, რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ გამაგებიეთ, იმიტომ რომ მე ძალიან დაბლეული და ძალიან განაწყენებული ვარ, რომ ასეთ, ანუ აშკარა დამსახურებულ კონტენდერს უბრალოდ შანსს არ აძლევენ, რომ თავი გამოავლინოს რა, ბოლომდე. ანუ ისეაც ძალიან ბევრი რაღაცა გვაჩვენა თოფურიამ და მართლა ახალი ლეველი შემოიტანა და ახლა კაცი გარბის და ამას ანუ ხმას არ იღებენ ამაზე, არ ვიცი. ძალიან უცნაურია რა. გამაგებიათ თქვენი აზრი ხალხო. ჩაგრავენ. მე მგონი ის უნდა მოხდეს, რომ ქართველები უნდა შეუვარდეთ Twitter-ში და მახაჩევის პოსტი არ უნდა იწერებოდეს ისე, რო არ უწერდნენ, რომ თოფურიას ეჭუბე და ასე შემდეგ. და გავაწამოთ. მოგდა ეგ არის ჩემი აზრი, ცოტა არეული ვიდეო იყო, მაგრამ ძალიან მინდოდა ამის დაფიქსირება, იმიტომ რომ არ მესმის ძმაო. არასამართლიანი მგონია, რას უკეთებენ ამ ბიჭს. ეგ არის. ერთადერთი პასუხი არის, რომ დანა ვაიტს ეშინია, რომ თავისი ბიჭი მახაჩევი არ გაილახოს.